ეთერშია კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯუბასთან და ზაალუდ უმაშვილთან ერთად. საგანგებო მდგომარეობა გაუქმებულია და შესაბამისად მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ მოგითხრობთ საღამო მშვიდობისა. 7 ნოემბერს მიღებული დეკრეტი გაუქმებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 2 საათის წინ მოიხსნა შესაბამისად იხსნება ყველა ის შეზღუდვა რომელიც დღემდე მოქმედებდა მათ შორის პოლიტიკურ საქმიანობასა და მედიაზე თუმცა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანმა ამბავმა გადაფარა. ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს მინისტრთა კაბინეტს ლადო გურგენიძე უხელმძღვანელებს. ზურაბ ნოღაიდელმა პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წარმატებული ბიზნესმენი დღეიდან ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. ეს გადაწყვეტილება 1 საათის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა. მე მინდა გაგაცნოთ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ზურაბ ნოღაიდელთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარუადგინო მას შემდეგ რაც ბატონ ზურაბის გადაწყვეტა ამ თანამდებობიდან წასვლა ლადო გურგენიძე. ლადო გურგენიძე წარდგენილი იქნება ახალ მთავრობის შემადგენლობასთან ერთად უახლოეს საათებში და იმედია რომ დამტკიცდება უახლოეს დღეებში საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად. მე მინდა პირველ რიგში თქვა რომ ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობა იყო წარმატებული და მე მიმაჩნია რომ საქართველოს აქვს ძალიან ბევრი რამ საქართველოს მთავრობას რომელიც ჩაიწერა ბოლომდე მის აქტივში და ეს ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. მეორე მხრივ ჩვენ გვჭირდება დაწყებული რეფორმების ბევრად უფრო აქტიურად გაგრძელება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ხელდაგაბიძებული მუშაობა. ჩვენ ვაქვს დავალება მიცემული ახალი პრემიერ-მინისტრისადმი რომ უზრუნველყოს უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად საქართველოს პენსიების გაორმაგება, მასწავლებლების ხელფასების მკვეთრის და სოციალური დახმარების მკვეთრის და დასაქმების პროგრამების მკვეთრი გაფართოება. ჩვენი რეფორმების შედეგების კიდევ უფრო ფართო და კიდევ უფრო აქტიური მიტანა ჩვენი მოქალაქისადმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენმა რეფორმებმა კიდევ უფრო აქტიური ხასიათი შეიძინოს, კიდევ უფრო სწრაფად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და მე ამას ვაფასებ და სათანადო პასუხისმგებლობით ვეკიდები. მე მიმაჩნია რომ მისი უზენაესობა ხალხის მესეჯი მიღებულ და გაგებულ იქნა. ეს მესეჯი მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე. და ეს რა თქმა უნდა გასდევდეს ფონად იმ რეფორმებს, რომელსაც ვთქვათ, პარლამენტის მიერ ჩემი დამტკიცების შემთხვევაში ჩვენ უეჭველი გავატარებთ. გარდა ამისა, კეთდება აქცენტი დასაქმებაზე, ახალ სამუშაო ადგილებზე. მე ჩემს თავარ ამოცანას თუკი პარლამენტი მე დამამტკიცებს ამ პოსტზე ვხედავ იმაში, რომ აეწყოს კომუნიკაცია, დიალოგი და შეძლების დაგვარად მოხდეს კონსენსუსის ჩამოყალიბება ხალხს განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველ ფენებს შორის და სამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს შორის, რომელთაც რეალურად ემყარება ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, წინსვლა, ის პროგრესი, რომელიც განიცადა ქვეყანამ ბოლო 4 წლის მანძილზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის და პრეზიდენტის მეთაურობით. და რა გამოხმაურება მოყვა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება სახელმწიფო კანცელარიდან ნატო მახვილაძეა პირდაპირ ეთერში. ნატო როგორია პირველი შეფასებები ლადო გურგენიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით? პირველი შეფასებები გაკეთდა სახელმწიფო კანცელარიაში, უკვე მთავრობის გადამდგარი წევრები აკეთებდნენ პირველ შეფასებებს. ისინი არიან ამ დროისათვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლები. ისინი ახასიათებენ გურგენიძეს როგორც კარგ ბიზნესმენს, ასევე აცხადებენ, რომ ეს არის სერიოზული სტიმული, რომელიც ჭირდება აუცილებლად მთავრობას და მინიშნებული იყო ისიც ასევე რომ ხაზგასმული რომ მთავრობა გააგრძელებს იმ კურსს რომელიც აქვს აქამდე, ანუ შენარჩუნდება ძირითადი პრიორიტეტები სოციალური დახმარებების კუთხით. ასევე აღნიშნავდნენ იმას რომ საკმაოდ კარგი პრემიერ-მინისტრი იყო ზურაბ ნოღაიდელი და მთავარი ის არის რომ ის რჩება პრეზიდენტის გუნდში. ეს არა მარტო ბიზნესმენია კარგი, რაც თავისთავად არამედ ღრმა მოაზროვნე ადამიანია და საქართველოს პრობლემებზე, საქართველოს ეკონომიკაზე ბევრს ფიქრობდა იქამდეც
და ახლა კიდევ უფრო მეტს იფიქრებს. ჩვენ თქვენ ის რომ საქართველოს ბანკი ძალიან დიდი ბანკია, ფაქტობრივად საქართველოს ბანკის იყოს საქართველოს ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ ის ფაქტობრივად როგორც კერძო ბიზნესის წარმომადგენელი ზრუნავდა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილზე და ეხლა უნდა იზრუნოს მთელ საქართველოს ეკონომიკაზე. მე მინდა ვთქვა ბატონ ზურაბ ნოღაიდელზე, პირადად ჩემთვის იყო დიდი სიამოვნება და დიდი პატივი მასთან მუშაობა თითქმის 3 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე ეფექტური პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობას ჰყოლია და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ გუნდში რჩება, ისევე როგორც იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში. ამ მიზეზით მოხდა აი ახალი მთავრობის დამტკიცება მე ვფიქრობ, რომ სრულიად ნათელი იყო, რომ ახალი ინიციატივა ისე ვიმეორებ იმ მონაპოვარის შენარჩუნებით და მემკვიდრეობითობის შენარჩუნებით, რაც მონაპოვარის, რაც აქვს საქართველოს მთავრობას, არ დაგავიწყეთ, რომ საქართველო არის მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებული ნომერ პირველი რეფორმატორული ქვეყანა, მნიშვნელოვანი იყო სწორედ სოციალური განზომილების, სოციალური ასპექტის შეტანა ამ რეფორმებში. რაც ეხება მთავრობის ახალ შემადგენლობას, მასზე მსჯელობა გაიმართება შაბათ-კვირას. ამის შემდეგ უკვე მომავალ კვირაში გურგენიძის მთავრობას წარუდგენენ პარლამენტს, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირაშივე დამტკიცდება, თუმცა როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, არ შეიძლება მთავრობის ძირითადი შემადგენლობა. რაც შეეხება ლადო გურგენიძეს, იმედითაც არ ვიცნობ, არავითარი შეხება მქონია მის მშობლებს მამას თანაგარგად ვიცნობ, მაგრამ ვერ გეტყვით, არის განათლებული, წარმატებული ბიზნესმენი, ხოლო განაჩენს უცნობრობა შეხვდა ბუნებრივი ნდობის გამოცხადების წინ მთავრობასთან, მაშინ მოფასებებს ჩვენს შეხედულებას. თუ იმსჯელებთ იმ ყოველად სამარცხინო გამოსulis მერე, რაც ბატონ გურგენიძეს ჰქონდა, როდესაც პრეზიდენტი ხვდებოდა ბიზნესმენებს, სადაც მან განაცხადა, რომ თურმე, ესე იგი 7 ნოემბრის დარბევამ, გაზით მოსახლეობის მოწამვლამ და ხელკატების თქმევამ თავში ის შედეგი გამოიღო, რომ აიწია იქ ჩვენი ქვეყნის ფას ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, აქციები აიწია საქართველოს ბანკი და ინვესტორების შემოგვესია. ამ ყოველად სამარცხინო შეურაცხყოფელ განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, მე ვიტყოდი, რომ ის ამისთვის იქნა დაწინაურებული დაახლოებით. ანუ ეს ადამიანი მზად არის ილაპარაკოს ყველაფერი, რაც ეამება პრეზიდენტს და რეალურად არასახოს ის სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. ამ ხრივ შეირჩა, მე მგონი ეს კანდიდატურა. იცით, ჩვენ სხვადასხვანაირად უყურებთ ამ საკითხებს. მე ვფიქრობ, დღეს ლეგიტიმაციის პრობლემა უდგას არა მხოლოდ მთავრობას, არამედ უპირველეს როლზე საქართველოს პრეზიდენტს. მისი ლეგიტიმაციის პრობლემა დგას დღეს ქვეყანაში, ნდობა პრაქტიკულად მას აღარ გააჩნია დღეს საზოგადოების და საზოგადოება მოელის და ითხოვს დემოკრატიულ არჩევნებს ქვეყანაში. აი ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და აი ეს არის დღეს საზოგადოების მოლოდინი. ზოგადად აბსოლუტურად მისაღებია და ძალიან კარგია, მაგრამ რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, ის არის 37 წლის, მას აქვს განათლება მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე დიდ ბრიტანეთში და ლადო გურგენიძე იყო პირველი, რომელმაც ლონდონის ბირჟაზე გაიტანა საბანკო აქციები. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში კანცელარიიდან ნატო მახვილაძე საუბრობდა. და საგრძელდება ზურაბ ნოღაიდელის კარიერა ჯერ უცნობია ერთ დროს ყველაზე ხისტი მინისტრი, როგორც მას პარლამენტში აფასებდნენ, საქართველოს მთავრობას 2 წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება ლადო გურგენიძეს შეერთებულ შტატებში მიღებული განათლება და დიდი გამოცდილება საბანკო სფეროში. მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს ბანკი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფინანსურ უწყებად ჩამოყალიბდა. გურგენიძე დიდი ბიზნესიდან დიდ პოლიტიკაში მიდის. ლადო გურგენიძე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბანკირად ითვლება. საქართველოს ბანკში 2004 წელს მივიდა. მისი ხელმძღვანელობის დროს ბანკის მონაცემებით 25 მილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალი 952 მილიონამდე გაიზარდა. ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს ბანკი დსთ-ს ქვეყნებში პირველ, ხოლო აზიის მზარდ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე დგას. ლადო გურგენიძე დაიბადა 1970 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიდელბერის კოლეჯი. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ემორის უნივერსიტეტის კოიზუეტას ბიზნეს სკოლაში. ყავს მეუღლე და 3 შვილი. გამარჯობათ, მოგესალმებით საქართველოს ბანკში. მიხარია რომ აქ ხართ.
ლადო გურგენიძე საზოგადოებამ რუსთავი 2-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროექტ კანდიდატში გაიცნო. მას შემდეგ ის ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა შეკრებებზე და ბიზნეს შეხვედრებზე. ბოლო მოვლენების დროს ის ერთ-ერთი იყო, ვინც ხელს აწერდა ბიზნესმენთა დეკლარაციას. მოუწოდოთ, ხოხოთ, ასე ვთქვათ, ზოგადად ჩვენს მოქალაქეებს, პარტნიორებს, კოლეგებს, რიგით მოქალაქეებს, მთავრობას, ოპოზიციას და ასე შემდეგ, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ის სტაბილურობა და რაც თავარია განვითარების ის ვექტორი, რომელიც არის და რომელიც ყოველ ჩვენთაგანს გონია, რომ ძალიან დადებითია. გურგენიძისგან განსხვავებით უკვე მის წინამორბედ საკმაოდ დიდხნიანი პოლიტიკური სტაჟი აქვს. პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ 2005 წლის თებერვალში მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი ზურაბ ნოღაიდელმა დაიკავა. ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრი მაშინ იმ სატენდერო კომისიის წევრი იყო, რომელიც ყოფილი პრემიერის მიერ დაწყებულ დიდ პრივატიზაციას კურირებდა. ეს არის სიხისტე, რომელიც სამწუხაროდ ბატონ ზურაბს ახასიათებს, არაკომუნიკაბელობა, ასე ვთქვათ, პრობლემები იგივე პარლამენტთან და პარლამენტარებთან. ნოღაიდელი ძირითად ნაკლად მის ხისტ ხასიათს და უკომპრომისობას მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრობის დროს მას ოპონენტებთან ურთიერთობაში პრობლემები არ შექმნია. ზურაბ ნოღაიდელის სახელს უკავშირდება ქვეყნის წარმატებული მოლაპარაკებები პარიზის კლუბთან. მისი პრემიერობის პერიოდში საქართველოს საგარეო ვალების გადავადება მოახერხა. განახდა სავალუტო ფონდის პროგრამა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი ავტორიცაა. ბოლო დროს ზურაბ ნოღაიდელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გულზე მძიმე ოპერაცია გაუკეთდა ამერიკაში, ჰიუსტონის კლინიკაში. თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ ნოღაიდელი საქმიანობას კვლავ დაუბრუნდა. მან ბოლო კონსულტაცია კლინიკაში რამდენიმე დღის წინაც გაიარა. პრემიერ-მინისტრობის რანგში ნოღაიდელმა ბოლო განცხადება 7 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა და ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ აცნობა. გენერალური პროკურატურის განცხადებისა და სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების საახალ დამცველის ოფისში შეიკრიბნენ. სწორედ იქ კეთდება პირველი კომენტარები სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე. იგი ყვება ჩვენი კორესპონდენტი ეგა გაგუა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩვენ რამდენიმე წუთში ჩავრთავთ. მანამდე კი პროკურატურის ის მასალები, რომელთა მიხედვითაც გამოძიების ინფორმაციით დასტურდება, რომ პატარკაიშვილი ხელისუფლების დამხობას გეგმავდა. სატელეფონო ჩანაწერები და პროკურატურის პოზიცია ჟურნალისტებს დღეს ნიკა გვარამიამ გააცნო. უპირველეს ყოვლისა, კავშირი ბადრი პატარკაცშვილი იმედი. გარდა იმისა, რომ ეს კავშირი საყოველთაოდ ცნობილია და ცნობილია იქიდანაც, რომ ამას ბადრი პატარკაშვილი აცხადებს ძალიან ხშირად თავის საჯარო გამოსვლებში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებებში. ამას გარდა ჩვენ მოგვეპოვება მტკიცებულებები, უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ ბადრი პატარკაციშვილი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმედის, შემიძლია გაჩვენოთ ეს დოკუმენტი. ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი პრეზიდენტი, ესე წერია, აქ და აქვს უფლებამოსილება შეუზღუდავად ჩაერიოს საკადრო პოლიტიკის გატარებაში და სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში. ეს უფლებამოსილება ხორციელდება მის მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნის და გათავისუფლების შეუზღუდავი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების გზით. ანუ მას შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს გენერალური დირექტორი, ხოლო გენერალური დირექტორი თავის მხრივ უფლებამოსილია, რომ აკონტროლოს სრულად ვითარება ტელეიმედში. შესაბამისად, პირდაპირი კავშირი სამართლებრივ ორგანიზაციული ბადრი პატარკაჩვილსა და ტელეიმედს შორის არსებობს. ამას გარდა, ბოლო პერიოდში მან გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სამართავად გადასცა თავისი წილი ერთ-ერთ კომპანიას. ჯერ ერთი ეს დოკუმენტი ჩვენ გვაქვს. ეს დოკუმენტი ძალიან გავს ფიქტიურ დოკუმენტს, იმიტომ რომ იქ არის საუბარი იმაზე, რომ მთელი ეს კომპანია, ამხელა კომპანია სამართავად გადაცემულია $3,500. ეს არის ვაკეში 3 ოთახიანი ან 4 ოთახიანი ფეშენებელური ბინის დაქირავების თანხა. ასე რომ ძალიან სასაცილოა ეს ნამდვილად, რა თქმა უნდა. თუმცა იმის დაშვების პირობებშიც, რომ ეს რეალური დოკუმენტია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საკუთრებითი კავშირი ტელეიმედსა და ბადრი პატარკაჩვილს შორის არ შეწყვეტილა. ამას გარდა, მიუხედავად ამ წილის მართვის გადაცემა-გადმოცემისა, იგი დღემდე რჩება ტელეიმედის პრეზიდენტად და სამეთვალყურეო საბჭოს უფროსად, რომელიც უკვე აგიხსენით რა უფლებამოსილების განხორციელებაშია კომპეტენტური. და ამას გარდა აბსოლუტურად ცალსახაა, რომ ბადრი პატარკაციშვილი განსაზღვრავს პირდაპირი მითითებების გზით ტელეიმედის სარედაქციო პოლიტიკას.
რა ვიცი ძალიან ნერვიულობ რა ბევრი ხალხი დღეს უკვე მისული და ჯერ 3 დღიდან არის ჩამოსული და თბილისლები არიან გასულები კიდე და სავსე ერთი მოედანი უკვე ეხლა წოლიკაც ჩამოვა მან და დაგირეკავს რა მე რაღაც დაობარე შეთაფია კი ბატონო მე მგონი რომ რაღაცა ეს შეცვლა მოგიწევს რა მაშინ არ ვიცი შენ გითხარი თუ არა გიორგისთან ვიყავით რა ხო ნუ ადრესი 2 კვირის წინ ალბათ ხო და მე ის ადეიშვილი და ვებხაძე თუ მე და ვებხაძე მარტო აღარ მახსოვს რაღაცა ლაპარაკი იყო კაცი რასაპირებს თქო იყო 2 ნოემბრის მერე შაბათი რა ანტირა ხო და მე ხავ არაფერსო შაბათკვირაო და ესნერო არაფერსო და აი მე ამხე მე თაი რაღაც 2 შაბათს ველი თქო და არა 2 შაბათს არა 3 შაბათს არის ხდომაო ხო და პიკეტირება იქნებაო და ясნიაო რომ იმადგანო იქნება წინააღმდეგობაო და ძალიან ჯახია იწევაო და ხა 3-4 ადამიანი იქ რომ ამას რაღაცა მოუვიდესო და რაღაც ნუ ანუ მოვტესო აჰა მე წარმოედგინე იმათ როგორ გადაჯეგავს ეს ხალხიო აჰა ხო და მე ლევანმა დაიწყო რომ კაი იქნება და აიცხრა ხო ის როგორც იცის ხოლმე რა აპრილი და აი რაღაცა რა ჩვეულებრივ ხო მე იქაც მქონდა რეაქცია და უთხარი რომ ხა რა პონჩი ამბობ თქვა რა 9 აპრილი მაშინ წადი და შენ მოგტიმერ თუ ითული რომ 18 კაცი მოკლეს თუ 3 ერთი შენ იყავი თქო რა და რაღაც არაფერი და მე რა ეს მოუყავე ღვინჯოს რა აი ჩვეულებრივ თუ ლაპარაკობ თქო ვაფშე არ ვთვლი რომ გიორგის მე საიდუმლე ვარ და შევინახო მისი ისინი ხო ჩვეულებრივ ლაპარაკა და ღვინჯოს უთქვას მე თიკოსთვის რა მე თიკოს ხა ეგეთ რაღაცებს არ ვენდობი იმიტომ კი არა რომ არ ვენდობი პროსტა მაგას უფრო დიდხნიანი ურთიერთობა აქვს გიორგისთან და თუ რამე აინტერესებს მისგან წავიდეს და თვითონ კითხოს ხო ხო და პროსტა ეს მოუყავე ღვინჯოს რომ გაგიჟებული ვარ თქო რომ ეგრე შეიძლება ადამიანი ლაპარაკობდეს ნუ 1-3-4 ადამიანი მე რა ვე იმას იზავს, короче говоря, изморамани у вас возьмут. А иге შენ ეს უპერსპექტივო პონტია რა, короче говоря, რა. რა. აი ეს გაწელვა იმისი, ცოტა უფრო აქტიური მეძე თუ არ გადახვედით, შანსი არ არის, პერსპექტივა არ აქვს. აი დაიმახსოვრე ჩემი ნაცხოვნით. ორი დღე და მერე გადავა რა. თქვენ რო აჩერებთ ამ ხალხს და იგი შენა არ უნდა რა ამ ხალხს ასე იმას კი არ ვიძახი რომ მოუწოდო პირდაპირ გაიგე მაგრამ გაჩერებაც არ არის საჭირო ამ მუხტის რომ ხალხი ხელს ჩაიქნევს გაიგე мне ეხლა სასტარამი многое виднее дорогой мой გაიგე მე ხო გვერდიდან უყურებ და აი ვატყობ ეგეთ რაღაცას რა ნუ აჩერებს ბიჭო ეს ხალხი ამდენი წელი დაგჭირდათ იმაზე რომ გამოგიყვანათ გარეთ და ეხლა იმაშვებით კლავთ ამ მუხტსტო ჩემთან მოვიდა ობიექტზე გიორგი ბერიძე პროფესიონალური დაცვის ლიგის გენერალური დირექტორი დამთხოვა რომ მომეძიებია ძლიერი საბრძოლო გამოცდილების ან სპეციალური მომზადების მქონე პირები მე ვეცადე მისი დავალება შემესრულებინა და მოვიძიე ეს ხალხი, რომლებიც შემდგომში გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ობიექტებზე, აღნიშნულ სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე. მინდა აღნიშნო, რომ გიორგი ბერიძე გარდა იმისა, რომ არის პროფესიონალური დაცვის ლიგის დირექტორი, ის მუშაობს ამავე თანამდებობაზე პროფესიონალურ დაცვის ლიგაში. საერთაშორისო დაცვის სამსახურში, რომელიც ახორციელებს ტელეიმედის ფიზიკურ დაცვას. აღნიშნული ტელეიმედის სამსახურის დაცვის სამსახურს, ესე იგი, საერთაშორისო დაცვის სამსახურს координациას უწევს ტელეიმედის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი საშა მაისურაძე. საშა მაისურაძეს მე ვიცნობ ხანი დიდი ხანია არის გამოცდილი მუშაკი ამჟამად იყო პენსიაში.
დაახლოებით ოქტომბრის 28-29 რიცხვში როდესაც 30 წუთზე თუ 9 საათი ყოლა შესაძლოა ვერ გეტყვით მოვიდა ჩემთან ოფისში ამოვიდა გიორგი ბერიძე დამთხოვა დავხმარებოდი მას თვითის ამოტანაში დაბლინდა მე ჩავყევი მას და იქვე მან განმარტა რომ ეს არის ეს სასწორი იარაღი რომელიც უნდა შენახული იქნას ჩემთან მეტრეველის აღიარებით ჩვენებით ყოველივე ეს დასტურდება და მეტრეველი ასევე ამბობს რომ ყველაფერი ამის კოორდინატორი ანუ არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაციის კოორდინატორი არის ბადრი პატარკაციშვილის მარჯვენა ხელი საშა მაისურაძე. ახლა რა გიქნა და გერიდა ხო არა ერთი ჩემი მეგობარი არის აგებს მეგობარი და მომწონს ატლანტაში ხო მეცოდნება მე და მოსაბულოა განუკაცვანი და რა პრობლემაა აქეთ საფრთხეში ხო რატო და შეიძლება დაგვიგონა ეს მე არ ვიცი რა სპეციფიკაზე მუშაობს რა ის გაიწია და გასკა მაგი სანდე ხო შეიძლება სპორტს გაგებსოს არაკრის არ მეუნება მე მე იყო კინოზისოდე მე იყო მეტროსოდე მე იყო დიადლისოდე და რუსკადე და მე პრეცი შენ არ უხარ გაინტერესებს რა? არ უხარ და საგრეფი ნარუსკის ჯანჯღავა თემურმა ჩვენ დამუშავოს ხო ამ ნარუსკის შეფი საქართველოს ქვეყნის დაზღვევა აი ეს არის გამორიდების რასაც ვეთქვი მანი არის ხო ნარუსკის შონერვე არა ეს იყო ზოგორითი სკოლა გავლილია ემოლეთ ლეთ 48-49 თუ გვაინტერესებს კადრები ხო ყური რა შეესახება ჩვენ კადრები გვაინტერესებს მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი იმდენი კადრები არის ხო საშა ის სკოლას მიცარ საშა იყო პასპორტ თავარ დეპარტამენტის ხო გავიგოთ რა თვისებები ესეთი გუნდი მე მყავს რომ შეგედის მე რამოთანო შეგისვოლებს და კიდევ ნარუს გადაყოლე რაღაც კონკრეტული დადგენა პიროვნების მინარების ფამილიის კომპრომატი გადაღება ეს ყველაფერი გვაქვს უმაღლეს პარიზში მეორეა როცა მოიმხრობ კაცს ეხლა მაგას უნდა ერთეული სოფასი ან კონკრეტულ ამოცანაზე უნდა წამოიყვანო მაგი უთხრა აი რა უნდა მისცეთ მაგას უნდა გეტყვი ახლა ეს ბიჭები ჩემთან არიან შესაძლოა უნდა ჩვენ მაგდენია მაგდენია ადამიანი ჩვენ საქმეზე საუბრობთ არედაზულა ამის გამოდენება შეიძლება შემახსენე გვარი კიდე მე საბუდუა მოზრს ხოროს კაიასაგე ლაღალე უბედრე ხოროს ეს აკრი მე გამანდა მითხარი უნდა მეცნადა სოფოში ჩემთან მუშაობა უნდა ეს სისტემატურად მოხდება ახსო მარჯვენა ხელი ჩემთან მუშაობა მე კიდევ ვიცი ახლა გლები ვიცი არის ეს საინტერესოა გლები თუ ამდენ შენ რა ისაგაკ არა ამასთან რა ხანე ხო ეს მაგას ნიშნულობა მაგრამ გამოსიცა მე რომელი ამბობს ყველაფერაცდა თუ კაი ბიჭები არიან და კარგა მოწამს მე ვიწყავს აი ნადა პაიო აფიცერი
მაგარი გამოყენის პროექტის უფროსი მეტრე კარდინალური აგე ოთხოე რა გადაგისახარ და ორჯერ არის მასი და არ გამოიხედა ოთხი ეს ჭირდება არ არის დამხელება მაგრამ მე მეორე საკითხი კადრები რასე გორგორია დამჭირდება ბიჭები მოგწადებული მომწადებული ბიჭები ეხლა იაგრახება ეგეთი კამანდა არ უნდა შენგან არ უნდა ფინანსდებოდეს კაი შენ ჯიბეს უარყოფითად არ უნდა დაეწყოს ეს დაუშვათ აი ეხლა რაღაცებს ველოდები ჩვენ ეს კამანდა უნდა გაამწესო დაუშვათ კაი ბიჭები გაამწესე გამოფინანსო ხო მიხიან ყოველდღე გეორგიაში ეს რაღაცები მყავს მეგერა კაი ბიჭები არიან ამკეთებელი ბიჭები არიან უშევარია არა ატლანტაში რამდენს ეხავს 400 არ არის ჩვენს პრობლემა რას ეკეთებს სპეციფიკურია და ბიჭები ხარსო აგარი ბიჭები ხარს ვიფიქრებ ხალისაკურა უნდა ყველა მთელი კამანდა ვიფიქრებ რამ ბიჭები რამდენზე დაგმაყოფილდებიან მეც აი უკვე მე გეუნები პრეზიდენტი შენ თანახმა იქნება ჩვენთან როლს და ჩვენი კამანდა იქნება ეხლა მე რას ვფიქრობ გიორგი მე ვფიქრობ რომ ეს მოდელი რომელიც ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს მე მგონი გამოგვივა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ დაწყებულია გამოძიება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მომზადების ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა გადაზიდვა გასაღების ფაქტზე. კერძოდ, დაცვის ფირმების, საერთაშორისო დაცვის საზოგადოების და პროფესიული დაცვის ლიგის დირექტორი გიორგი ბერიძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროსს, უშიშროების სამსახურის ყოფილ მუშაკ ზურაბ მეტრეველს, რომელსაც დაავალა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შესაქმნელად მოეძებნა და შეიკრიბა გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. განსაკუთრებით აქცენტი კეთდებოდა იგორ გიორგაძის ყოფილ ოფიცრებზე. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო დაცვის საზოგადოება არის დაცვის ფირმა, რომელიც ახორციელებს ბადრი პატარკაციშვილის ობიექტების დაცვას და რომლის დამფუძნებელიც არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ალექსანდრე საშა მაისურაძე, რომელიც გახსოვთ ბრალდებული იყო გიგანის აფეთქებაში და აქაც მაშინ იყო საუბარი, რომ იკვეთებოდა პატარკაციშვილის კვალი. საშა მაისურაძე არის ბადრი პატარკაციშვილის პირადი კოორდინატორი დაცვის საკითხებში და ასევე ტელეკომპანია იმედის, ამას გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, ტელეკომპანია იმედის შტატიანი კონსულტანტი. რაც შეეხება დაცვის მეორე ფირმას, პროფესიული დაცვის ლიგას, რომლის დირექტორი ასევე არის გიორგი ბერიძე, ამ ფირმის ერთ-ერთი ოფისი განთავსებულია ტელეიმედის შენობაში. ნიკა გვარამიას ამ განცხადების შემდეგ ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტების სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ, იქ იყვება ჩვენი კორესპონდენტი ეკა გაგვა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკა საინტერესოა რა კომენტარს აკეთებენ ჟურნალისტები პროკურატურის განცხადების შემდეგ. ტელეკომპანია იმედის თანამშრომლები ამ წუთამდე იმყოფებიან სახალხო დამცველის ოფისში, როგორც თქვენ მოისმინეთ, დღეს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელა იმედის თანამშრომლების სატელეფონო ჩანაწერები. ერთ-ერთად სატელეფონო ჩანაწერში ფიგურირებენ დროების ჟურნალისტი ეკა ქადეგიშვილი და ერთ-ერთი პროდიუსერი სოფო ჭავა. ცოტა ხნის წინ ორივე მათგანმა ამ ჩანაწერზე განმარტებები გააკეთეს. ის საუბარი, რომელზეც არის ლაპარაკი, იყო ვარაუდების გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს და ამაზე მე მისაუბრია არა მხოლოდ გიორგი თარგამაძესთან და ლევან მოფხაზესთან, არამედ ვისაც ვიცნობ ყველასთან და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლების უმრავლესობას ასეა. ეს იმ პერიოდში იყო ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც მე დავწერ, როგორ ფიქრობ, როგორ განვითარდება მოვლენები და იქ გაჩნდა ძალიან ბევრი ვარაუდი. მათ შორის ის, რომელმაც ჩემში გამოიწვია ბუნებრივი რეაქცია. ეს ამბავი ასე დეტალურადაც არც მახსოვდა რამე საუბრა, რაზე ვილაპარაკეთ. მე როცა უკვე ტელევიზორში მოვისმინეთ, მაშინ გავიგე, მაშინ გავიხსენე ეს დიალოგი. ანუ ეს იყო უბრალოდ საუბარი ორ ჟურნალისტს შორის, ორ მეგობარს შორის. და ამიტომ, რა ვიცი, ძალიან გაკურვებული ვარ. მე ვერ ხედავ აქ რაიმე ვერ დავინახე მაშინვე რაიმე სერიოზული მიზეზი იმისა, რომ აი ეს ფაქტი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული აი ასე.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე ბუნებრივია ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ სახალხო დამცველის ოფისში მოსულ იმედის სხვა თანამშრომლებსაც ისინი აცხადებენ რომ მსგავსი საუბარი გიორგი თარგამაძესთან მათ არ ახსოვთ. დამირეკა თეამ ადეიშვილმა და მითხრა რომ იცი რა არისო მოდიო იმას ქნა თუ რა ქვია იმას დაგიბნო დაგელაპარაკო რომ შეხვდა თეადეიშვილი მითხრა რომ ასე და ასეთი ამბავიაო რომ თეამ ამერიკა ფეიქ ნიუზ და ეკას უთქვა სოფოჭაავასთვის უთქვა ვიღაცისთვის რომ 1000-ზე თურმე ესეთი საუბარი ყოფილაო რომ ესე იგი 9 აპრილმა მოვაწვეთ მე და თარგამაძე ყელებინა დავჭრათ ხალხს და შემდეგ მე არ ვიცი საერთოდ რაზე საუბრობს სოფოჭაავა მე მსგავსი განცხადება არც სოფოჭაავასთან ერთად არც ერთ ჩემ თანამშრომელთან ერთად არ მომისმენია ტელეკომპანია იმედში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მსგავსი ხასიათის დამოკიდებულება იქ რომ ენახა მე ახლა ტელეიმედის თანამშრომლის სახელით თქვენ არ დაგელაპარაკებოდით და მე მიკვირს როცა სოფოჭაავა 11 დღის მერე რეკავს და ყვება ამ მართლაც დანაშაულებრივ ამბავს ტელეფონით ეს არის ტყუილი ეს არის გამართლების მოძებნა მცდელობა რომ იქნას მოძებნილი გამართლება იმ უკანონო შემოჭრისთვის რომელიც განხორციელდა ტელეკომპანია იმედში და ყველა იმ დარღვევისთვის რომელიც ამას ახდენს როგორც უკვე აღნიშნეთ შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში ამ დრომდე გრძელდება და სავარაუდო ტელეკომპანია იმედის თანამშრომლები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. მადლობა ეკა პირდაპირ ეთერში ეკა გაგუა საუბრობდა. შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა იმედი ჯერ მაუწყებლობას ვერ განაახლებს ტელეკომპანიის დამფუძნებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული. თავის მხრივ სარჩელით პროკურატურას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაც მიმართავს. ტელეკომპანიის ინტერესებს ქართველების გარდა ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატები დაიცავენ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი იმედს ლიცენზია აქვს შეჩერებული. შესაბამისად ჯერ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, როდის გავა ეთერში იმედის გადაცემები. იმედის ტელეჟურნალისტები უკვე ერთი კვირაა შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს პარლამენტში, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებში მართავენ. თუმცა არა ტელევიზიის შენობაში, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ დაყადაღებულია, ეთერი კი გათიშული. დღეს როცა საგანგებო რეჟიმის მოხსნის შემდეგ ყველა მედია საშუალებაზე შეზღუდვები მოიხსნა, იმედი ისევ არ მაუწყებლობს. ჟურნალისტები კითხვებს სხვა ტელეკამერების საშუალებით სვამენ. რატომ გახდა საჭირო ტელეკომპანია იმედში შემოვარდნა? რატომ გახდა საჭირო რომ ჩვენ კედელთან ავეყუდებინეთ ნიღბიან სპეცრაზმელებს და როგორც უკიდურესი დამნაშავეები ისე გავეჩერებინეთ იქ? რატომ გახდა საჭირო ის რომ დღეს ჩვენი ტელევიზია დალუქულია და რატომ არ გადის დღეს იმედი ეთერში მაშინ როდესაც დასრულდა საგანგებო მდგომარეობა და ყველა ტელევიზია გადის ეთერში? თუ გახსნის იმედს არ ვიცი ეს ალბათ იქნება ისევ რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფალის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული და ეს იქნება კიდევ ერთი მამტკიცებელი საბუთი იმისა რომ მათ არ ეშინიათ საწინააღმდეგო აზრის ხალხო ეს არ ვიცი ოფიციალური შეტყობინება კი იმედისთვის ლიცენზიის შეჩერებისა და დაყადაღების შესახებ ტელეკომპანიის როგორც ქართველმა ისე ამერიკელმა ხელმძღვანელმა 13 ნოემბერს მიიღო. გამოძიების ინფორმაციით კი პროკურატურამ შუამდგომლობით სასამართლოს 7 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილის ბოლო განცხადების ეთერში გასვლის შემდეგ მიმართა. პატარკაციშვილის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა შეეჭვმიტანილი, იმედს კი ბრალი მისი ინტერესების გატარებასა და პროპაგანდაში ედება. არსებობს კიდევ ერთი არაოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მე მაჩვენა გამოძიებელმა სადაც იგი წერს რომ თურმე იყო მოსული ჩვენთან მაგრამ სამწუხაროდ ვერ იპოვა 7-დან 13-მდე მომდევნო იმას რომ დადიოდა და ვინაიდან მე ტელეფონი ჩამართული მქონდა და გამორთული იყო ნომერი და არ პასუხობდი ამიტომ განსხვავებით მეტიუ ბრაიზასგან განსხვავებით თქვა ევროსაბჭოს წარმომადგენლებისგან რომლებიც მოახერხეს ჩემი პოვნა გენ პროკურატურას თბილისში ძალიან უჭირს ადგილობრივი მოსახლეობის მოძებნა. არავის არ უნდა მიეცეს და არ მიეცემა შესაძლებლობა იმისი, რომ გამოიყენოს მთელი თავისი ინფრასტრუქტურა დასაგეგმად მასობრივი არეულობებისა. იმის მოლოდინში, რომ იქნება მსხვერპლი და შემდეგ ამ მსხვერპლის მეშვეობით ვინმე მიაღწევს საკუთარ პოლიტიკურ ამოცანას და ჩვენ სამწუხაროდ ბადრი პატრაკაციშვილის ტელევიზიის შემთხვევაში ამას ნათლად ვხედავთ. იმედის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი გამოძიების არგუმენტებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვს და კანონდარღვევებზე საუბრობს. პატრაკაციშვილმა განცხადება გააკეთა დაახლოებით 18 საათსა და 35 წუთზე. და აქედან გამომდინარე შეუძლებელი იყო აი ეს გამოძიებელი რომ დავსვათ ჩვენ დღეს და დავაწერინოთ ეს ყველაფერი და დავაბეჭდნოთ შეუძლებელია რომ დროში მოასწროს მან ამის გაკეთება. თავი რო დავანებოთ ჩვენ სასამართლოს რომელიც როგორ მოახდინა მოსამართლემ ნახევარი საათში როგორ მიიღო კანცელარიიდან ეს საქმე როგორ დანიშნა პროცესი როგორ მოისმინა გამოძიებლის შედგენა შემდეგ გავიდა სათათბირო ოთახში და კიდე დაბეჭდა ეს თავისი ბრძანება
ტელეიმედის ხელმძღვანელობამ გენერალურ პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. არ არის გამორიცხული იმედის მფლობელებმა ევროსასამართლოსაც მიმართონ. ნიუსკორპმა უკვე აიყვანა ადვოკატები ბრიტანეთსა და ამერიკაში. კომენტარები ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დღესაც კეთდებოდა. ევროკავშირი მხარს უჭერს იმედის მაუწყებლობის განახლებას და გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ამ საკითხის მოგვარების გზების მოძიებაში, რომელიც ყველა მხარესთვის მისაღები იქნება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მედიის თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობასაც და ეს პასუხისმგებლობა ეხება ხელისუფლებასაც და მედიასაც. პიტერ სემნები ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ტელეკომპანია პირადად დაათვალიერა. ეს კადრები სწორედ მაშინ არის გადაღებული. თუმცა არსებობს ფოტოებიც, რომელიც სპეცრაზმის შესვლის დროს ტელერადიო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ადგილზე გადაიღო. სარდგება იმედის მაუწყებლობა და რა სახით გავა ტელეკომპანია ეთერში, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები არსებობს და ყოველდღიურად გრძელდება მოლაპარაკება. პასუხი ამის შესახებ არც პარლამენტის სახელმწიფო გუნდს აქვს. ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და ვერც ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით ნამდვილად. დღეს მაუწყებლობა განაახლა ტელეკომპანია კავკასიამ 7 ნოემბრის შემდეგ არხის მაუწყებლობა შეჩერებული იყო კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ვინაიდან სააგებო მდგომარეობა დღეს საღამოს მოეხსნა ტელევიზიას სრული დატვირთვით თვითმუშაობა ხვალიდან დაიწყებს, შესაბამისად ხვალიდან აღდგება საინფორმაციო გამოშვება და არხის თოქ-შოუც. ზუსტად 7 საათზე გითხრეს, რომ ჩაგვთავენ ანძიდან, ზუსტად 7 საათზე გავალთ ეთერში. დღეს არ გვექნება საინფორმაციო როგორც ასეთი, იმიტომ რომ დღის განმავლობაში მოქმედება საგანგებო მდგომარეობა და არულიად გადაღებაზე, 7 საათიდან ვივლით გადაღებებზეც და თოქ-შოუ გავა ჩვეულებრივად. ტელეკომპანია კავკასიის საინფორმაციო გამოშვება უკვე ხვალიდან განაახლებს მუშაობას, მართალია დღეს მოვედით სამსახურში, ჩვეულებრივ დროს გამოვცხადდით, თუმცა იმის გამო რომ საგანგებო მდგომარეობა იხსნებოდა უკვე საღამოს 7 საათიდან, ჩვენ ვერ მოვახერხეთ გადაღებებზე გასვლა, შესაბამისად მასალის მომზადება და საეთეროდ მისი მომზადება. ამიტომ უკვე ხვალიდან ჩვენ ჩვეული რითმში მაყურებელს პირდებით იგივე ობიექტურ ინფორმაციას, რასაც იღებდნენ აქამდე. ოპოზიცია გლოვ პარლამენტთან იკრიბება გაერთიანებული საბჭოს წევრები მოსახლეობას რუსთაველის გამზირიდან მიმართავენ. ოფიციალური განცხადება დღეს გოგა ხაინდრავამ წაიკითხა. ოპოზიცია დეკემბრის თვე სააკაშვილის მმართველობის დასრულების თვედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ბრძოლას მოსახლეობის ინტერესების დასაცავად ბოლომდე განაგრძობს. გითხრათ მოგვენატრა თქვენთან ურთიერთობა, ჩვენ იძულებული ვიყავით რომ შეგვეწყვიტა ეს ურთიერთობა ახდება და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ურთიერთობას წინ ვეღარასოდეს ვეღარაფერი დაუდგება. ჩვენ მოკლედ შევაფასებთ იმ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7 ნოემბრის მერე და ჩვენ ასე ვთქვათ დამოკიდებულებას გაგაცნობთ. 7 ნოემბერი სააკაშვილის ხელისუფლებამ საბჭოთა ჯარის გენერალ როდიონოვის მეთოდებით გადაწყვიტა ქართველი ხალხის ნების დათრგუნვა. შედეგი სახეზეა. სამ მხარეს დარჩა სააკაშვილი და მისი კრიმინალური გარემოცვა და მეორე მხარეს ქართული საზოგადოება. ქართველი ხალხი არავის აპატიებს ტერორის ენაზე საუბარს. ტერორის სახეზეა. ტერორი მოქალაქეების, მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამის დამადასტურებელი უამრავი მასალა გაგვაჩნია. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს უკანონობა არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე. გვინდა მოგმართოთ ჩვენს მოსახლეობას, ნუ შეუშინდებით მოძალადეებს, კრიმინალების დრო საქართველოში დამთავრებულია. გვერწმუნოთ, რომ მათი თაეში აილაგმება და ეს მოხდება ძალიან სწრაფად. ასევე განთავისუფლდება უკანონოდ დაპატიმრებული ხალხი. თავისუფალი მედია. თავისუფალი მედიის სივრცის შეზღუდვა, რაც განხორციელდა ტელეკომპანია იმედის ბარბაროსული დარბევით, კავკასიის 25 არხის, სხვა რეგიონალური ტელევიზიების და ბეჭდვითი მედიის შეზღუდვით, სხვა არაფერია თუ არა სააკაშვილის მცდელობა ინფორმაციულ სიცრუეში ამყოფოს საკუთარი მოსახლეობა. სააგებო მდგომარეობის გაუქმებას დაკავშირებით დღეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმ თავშეკავებულობისთვის, რომელიც ხალხმა ამ დღეების განმავლობაში გამოიჩინა. პრეზიდენტმა განცხადება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთა. ჩვენ ყველანაირ შეზღუდვას პოლიტიკურ საქმიანობაზე, რომელიც ისედაც ძალიან ნომინალური იყო, მთლიანად ხსნით. ჩვენ ვემზადებით რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ასევე პლებისციტისთვის საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებულისთვის და მინდა ვთქვა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა წარმომადგენელს პოლიტიკური სპექტრის, ყველა მოქალაქეს ეკრება სრული შესაძლებლობა თავის პოლიტიკური საქმიანობის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე წარმართვის
ჩვენ განსაკუთრებული კანონები, რომელიც გარანტირებულად აძლევს ოპოზიციას ტელეეთერის გამოყენების და მასმედიის გამოყენების საშუალებას. ამავე დროს ჩვენ ვიწვევთ ევროპელებს, ვიწვევთ ევროკავშირს ჩვენ მიმართეთ წინადადებით, რომ გამოაგზავნონ როგორც მოკლე ხნიანი დამკვირვებლები თვითონ არჩევნების დღეს, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომელიც შეისწავლიან და მონიტორინგს გაუკეთებენ მედიის თავისუფლების საკითხს, რომელიც დაგვეხმარებიან და რომელიც ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ყველა სამართლებრივი დავის, ყველა სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც უკავშირდება საქართველოს პოლიტიკური საქმიანობის დემოკრატიულად წარმართვას, სწრაფად საქართველოს დემოკრატიის განვითარებას. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ განცხადებების მიღება არ დაუწყია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე უკვე 8 კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას, მათ შორის ერთი ქალიც. არჩევნებამდე თვენახევრით ადრე უკვე კონკრეტული დაპირებები ისმის. საკუთარ ძალებში თითოეული კანდიდატი დარწმუნებულია. ამას ექნება პოლიტიკური ნოკაუტი. აქტიური საპრეზიდენტო ბრძოლისთვის გია მაისაშვილი ფიზიკურადაც ემზადება. მომავლის პარტიის ლიდერი არ მალავს, რომ აგრესიული საარჩევნო კამპანიის დაწყებას აპირებს და ამომრჩევლის ყურადღებას სამ ძირითად საკითხზე გაამახვილებს. ეკოლოგია, ეკონომიკა და სოციალური სამართლიანობა. ეს არის ის სამი ქვაკუთხედი, რომელზეც ჩემი ეკონომიკური პროგრამა და სახელმწიფო მშენებლობის პროგრამა ეფუძნება. ოპოზიციურ ორბიტაზე დამოუკიდებლად მოთამაშე ახლების პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორც მოსალოდნელი იყო დავით გამყრელიძეა. ექიმი, მეწარმე და ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის შეცვლას აპირებს. აქტიურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხალხი დავარწმუნოთ კონსტიტუციური მონარქიის იდეის სისწორეში. ეს არის ის, რაც პატრიარქმა შემოგთავაზა და ჩვენ მას არა მარტო მხარს უჭერთ, არამედ ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, რომ ამის რეალიზაცია ძალიან რეალურია ძალიან მოკლე პერიოდში. კონსტიტუციურ ცვლილებებს გეგმავს გაპრეზიდენტების შემთხვევაში გამყრელიძის ყოფილი თანაგუნდელიც ლევან გაჩეჩილაძე პირველობისთვის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იბრძოლებს. მან ერთ კენჭისყრაში უკვე გაიმარჯვა და როგორც ცნობილია ეროვნულ საბჭოში დავით უსუფაშვილს ერთი ხმით მოუგო. წარმატებაში დარწმუნებული ლიდერი ჟურნალისტებთან ურთიერთობის საკუთარ პირობებს აყენებს. ლევან გაჩეჩილაძე სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს და მხოლოდ პირდაპირ ჩართვასთან ხვდება. ძალიან რთული იქნება სამართლიანი არჩევნების მიღწევა. მაგრამ ეჭვი არ მეპარება მის ხალით, რომ გავიმარჯვებ პირველივე ტურში. ეროვნულ საბჭოს გაემიჯნენ ლეიბორისტები და არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენეს. 7 ნოემბრის შემდეგ გაუჩინარებული შრომის პარტიის ლიდერი კამერების წინ პირველად გუშინ გამოჩნდა. თუმცა საპრეზიდენტო გეგმებზე ჯერჯერობით მოკრძალებულად ისაუბრა. არჩევნებში თქოს მონაწილეობაზე თუ იყო საუბარი. ამ თემაზე ცალკე ჩატარდება ბრიფინგი და იქ მოგახსენებთ ყველაფერს. ნუ გადაუსწროთ მოვლენებს. 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს ბადრი პატარკაციშვილიც. მან საკუთარი მოსაზრებები კიდევ ერთხელ წერილობით გამოხატა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ამხედრებულთა გამოყენებული უპრეცედენტო შანტაჟისა და დაშინების ვითარებაში მივიღე გადაწყვეტილება არ დაუშვა საქართველოს პრეზიდენტის უალტერნატივო არჩევნების ჩატარება და 2008 წლის იანვარში მივიღო მასში მონაწილეობა. მე არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას ლოზუნგით საქართველოს სააკაშვილის გარეშე ნიშნავს საქართველოს ტერორის გარეშე. მწვანე ფერი ითვლება სიმშვიდისა და თუ გინდათ რომ დაისვენოთ, უნდა ბუნებაში გაყიდოთ და მწვანე ფერს უყუროთ. ანუ დავამშვიდებთ თქვენ ქართულ პოლიტიკას. აუცილებლად დავამშვიდებთ. პოლიტიკურად მშვიდი მწვანეები და პარტია იმედის ლიდერი ირინე სარიშვილი არჩევნებზე ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატს ვერ ხედავენ. იგორ გიორგაძის ფონდის ხელმძღვანელი საკუთარ კანდიდატურას იმ შემთხვევაში წამოაყენებს, თუ კი ოპოზიცია ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანებას ვერ შეძლებს. ჯერჯერობით აი შექმნილ სპექტრში მხარდასაჭერ კანდიდატურას რეალურს ჯერჯერობით ვიმეორებ ვხედავთ. ამიტომ ჩვენ ყველა შემთხვევაში თქვათ დაველოდებით აი განცხადების ბოლო დღემდე. სავარაუდოდ ვიქნები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია გეოპოლიტიკური საკითხების ანალიზთან და ჩვენ სერიოზული კონსულტაციები ყავს ამასთან დაკავშირებით ევროპაში და ჩვენი გათვლებით 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება საქართველოში. ხელისუფლებას კი რომელმაც ფაქტობრივად წინა საარჩევნო კამპანია სოციალური პრობლემების გადაჭრით დაიწყო, საკუთარი კანდიდატის ძებნა არ დაუწყია. მეორე ვადით ხალხის ნდობის მოპოვებას ისევ მიხეილ სააკაშვილი ეცდება. მე როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალს ჭირდება თქვენგან არაორაზროვანი მანდატი იმისა, რომ გაუკლავდეთ ყველა საგარეო საფრთხეს, გაუკლავდეთ ყველანაირ ზეწოლას საქართველოზე, გაუკლავდეთ საქართველოს ტერიტორიების ანექსირების ცდილობას. 2008 წლის არჩევნებში პირველობისთვის შესაძლოა 8 კანდიდატმა იბრძოლოს. აქედან საპრეზიდენტო მარათონში პირველად ერთვება ქალი პრეტენდენტი. არ არის გამორიცხული დარჩენილ თვენახევარში პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვი გაიზარდოს.
რითი დასრულდება დიალოგი ოპოზიციასთან გაერთიანებული საბჭოსთვის დაწყებული მოლაპარაკებები უკვე ჩიხშია შესული. ოპოზიცია ხელს ხელისუფლებისკენ იშორს, უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ოპონენტების მოთხოვნების სია ყოველდღიურად მატულობს. ერთადერთი ვინც მიმდინარე პროცესით კმაყოფილია მემარჯვენეები და მრეწველები არიან. არსებობს თუ არა იმის წინაპირობა, რომ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება მაინც შედგეს. დღეს მხარეები ისევ მიუსწნენ მოლაპარაკების მაგიდას. დეტალებით თამარ ბაღაშვილია პირდაპირ ეთერში. მოლაპარაკება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა გამართულიყო წინასწარი ინფორმაციით დღეს საღამოს 7 საათზე, თუმცა ეს მოლაპარაკება არ შედგა. პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში განმარტავენ, რომ ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან და არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირებია ამ საუბარში, რომ ისინი მოლაპარაკებაზე მოსვლას აღარ აპირებენ. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე ორ შაბათს ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს კვლავ კონსულტაციებზე ელოდება. შეყვანილი დიალოგი ეს ნამდვილად ესე არ არის, იმიტომ რომ მრავალი საკითხი, რომელზეც შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც საარჩევნო კოჩიც აისახება და საარჩევნო კანონმდებლობაში აისახება. ეს დიალოგი გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ დღესაც აცნობა, რომ მზად არის რომ ორშაბათს შეხვდეს კიდევ ერთხელ და ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ დიალოგის გზით განვაგრძოთ ჩვენ იმ საკითხების მოგვარება, რომელზეც სხვადასხვა ძალებს სხვადასხვა შეხედულებები აქვს, მივაღწიოთ კონსენსუსს და მინდა აღვნიშნო, რომ კონსენსუსი ეს არ არის დათმობა ყველა მხრიდან, ყველანაირი პოზიციის, ეს არის დიალოგის ის ფორმა, რომელზეც მხარეებმა თავისი მოსაზრებები უნდა გამოხატონ და გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, რაღაცა დათმობებზეც წავიდნენ. ჩვენ ამისთვის სათავართ იმ საკითხებზე, რომელზეც ლოგიკური და დასაბუთებული არგუმენტები იქნება, რომ ასეთი საკითხები მოლაპარაკების გზით მაგიდასთან მოვაგვაროთ ცივილიზებული პოლიტიკური მეთოდებით. რომელიმე ოპოზიციის შეფასებები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ორად იყოფა. ეს შეფასებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ეროვნული საბჭოს წევრები ამბობენ, რომ არც ერთ საკითხზე უმრავლესობასთან შეთანხმება არ მოხერხდა. მრეწველები და ახალი მემარჯვენეები კი მიიჩნევენ, რომ შეთანხმებების სახეზეა და მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები ხელისუფლებასთან ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. მოთხოვნების სამი მთავარი პუნქტისგან შედგება. აღდგეს ტელეიმედის მაუწყებლობა, შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები და საარჩევნო კომისიები პარიტეტული ნიშნით დაკომპლექტდეს. საბჭოში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს და კვლავ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. დიალოგის ერთადერთი ალტერნატივა არის საქართველოში საპროტესტო აქციები, ამიტომ ხელისუფლება თუ კი არ წავა კომპრომისზე და თუ კი მისი პოზიცია დარჩება ისეთივე ხისტი, როგორც დღეს არის, უნდა მიცოდეს, მაგრამ ამით ის თვითონ აიძულებს ქართულ ხალხს, რომ ისევ საპროტესტო აქციებს დაუბრუნდეს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების განსხვავებულ სქემას მოითხოვდნენ საბჭოს წევრები ივლისის თვეში, როცა 5 პოლიტიკურმა პარტიამ ერთიანი მემორანდუმი მიიღო. პოლიტიკური ლიდერები საკუთარი ხელმოწერებით ადასტურებდნენ მოთხოვნას, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების 7 და ოპოზიციის 6 წარმომადგენლით უნდა დაკომპლექტებულიყო. თუმცა 2 ნოემბრის შემდეგ ეს მოთხოვნა საბჭომ შეცვალა და პარიტეტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 6-6 წევრით განსაზღვრა. მოთხოვნების ცვლილებებს მმართველი პარტია ოპოზიციის მომავალ გეგმებს უკავშირებს. წავლენ იმ კომპრომისებზე, რომელიც ქვეყნისთვის არის საჭირო და იმისთვისაა საჭირო, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს მართლად, ეს არჩევნები არ იყოს ფარსი და არ იყოს ასლან აბაშიძის არჩევნები. უნდა მივიდნენ იმ დონემდე მაინც ხელისუფლება რომ შექმნან, თუნდაც შევარდნაძის უსტარდებოდა ეს, რომელიც ძალიან შორს იყო იდეალურისგან. ჩვენ ვამბობდით, რომ არ დავუთმეთ, რომ CSKO იყოს პარტიული. ჩვენ ეს პრინციპი დავუთმეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. ისინი ამბობდნენ, რომ უნდა იყოს 7-6-ზე. ამაზეც წავედით, მაგრამ მოთხოვნა გამკაცრდა და ითხოვენ ახლა 6-6-ზე. ანუ, როდესაც აი ესეთი პირობები დგება და პოზიციები რადიკალურად იცვლება, ეს უკვე ულტიმატუმია და ეს არის ჩემი აზრით რაღაც გარკვეული ჯგუფების იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. ცდილობამ, რომ სიტუაცია ჩიხში შევიდეს. რაც ჩვენ მე ვფიქრობ, რომ მათ გეგმებში არანაირად არ ჯდება 5 იანვრის არჩევნები. ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერა ჯერჯერობით სოციალური გამოკითხვები არ არის ჩამოყალიბებული, გაკეთებული, მაგრამ შეგიძლიათ ინტერნეტ გამოკითხვებში რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან დაახლოებით შედეგები არის 75% და მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა არის 8%, ამიტომ ვის უნდა აწყობდეს არჩევნების ჩაშლა, ეს ადვილი მისახვედრია. ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგებზე განსხვავებული შეფასება აქვთ ახალ მემარჯვენეებს, რომლებიც პირველ შეხვედრაზე 5 მთავარი მოთხოვნით მივიდნენ. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, პოლიტიკური წნეხისგან აქციის მონაწილეების გათავისუფლება, პოლიტპატიმრების ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტული წესით დაკომპლექტება და მაჟორიტარული საარჩევნო კოდექსის შეცვლა.
ეროვნული საბჭოს წევრებისგან განსხვავებით გამყრელიძის პარტიაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. იყო CSKO 7-0-ზე ხელისუფლება ოპოზიცია, დღეს არის შეთანხმება, რომ იქნება CSKO 7-6-ზე და მთელი რიგი საკითხები 2/3-ის უმრავლესობით გადაწყვეტა. მე ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნაბიჯია. ახლა გააჩნია, ვისაც უნდა ამას დაინახავს, ვისაც უნდა ვერ დაინახავს. რომ არის ცუდი, საშუალო და კარგი. გქონდა ცუდი, გვაქვს საშუალო და გვინდა რომ კარგისკენ კიდევ გადავდგათ ნაბიჯები. განსხვავებული შეფასებების მიუხედავად დიალოგის შეწყვეტას არც ერთი მხარე არ აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარის ოთახში ოპოზიცია და უმრავლესობა თითქმის ყოველდღე იკრიბება. და ახლა კურიერის შეკითხვებს და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უპასუხებენ საღამომშვიდობისა ბატონებო. მოგესალმებით. ბატონ დავით, მოგესალმებით. ბატონ დავით და პირველი შეკითხვა თქვენთან. პირადად თქვენთვის არის თუ არა დიალოგი ჩიხში შესული? დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ეროვნული საბჭოს შემავალი პოლიტიკური პარტიები სწორედ დიალოგს ვითხოვდით 2 ნოემბრამდე და მანამდე ხელისუფლებამ არის სურვა ჩვენთან საუბარი. ჩვენ დიალოგს ვითხოვდით ჯერ კიდევ ივლისში იმ საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენ საუბრობდით. ხელისუფლება მაშინ სასაცილოდ არ იყო ჩვენი მოთხოვნა ამ თემებზე დიალოგის გამართვის. ასე რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დიალოგს უნდა კონდეს თავისი საგანი, თავისი მიზანი და უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა. დღევანდელი მდგომარეობით დაწყებული დიალოგის დროს დასმული საკითხებიდან ერთადერთი საკითხი ამოგვარებული ჩვენი აზრით ძალიან დაგვიანებით გაუქმებულია საგანგებო მდგომარეობა. ძალაშია საკითხი ტელეიმედთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით 9 საათის წინ ტელეკომპანია TV25 ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, დაცვა რატომაც არ უშვებდა ჟურნალისტებს. გადაუჭრელია საკითხი მიტინგის მონაწილეთა მიმართ რეპრესიების შეწყვეტის თაობაზე და გადაუჭრელია საკითხი ყველაზე პრინციპულ თემებზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. როდესაც საუბარია, რომ ოპოზიცია ცვლის მოთხოვნებს, ეს არის ტყუილი, ვინაიდან როდესაც ჩვენ ივლისში შეთავაზებულ მოდელზე ხელისუფლების მხრიდან მივიღეთ დამცინავი ღიმილი, რომ ამაზე არასდროს არ იქნებოდა საუბარი, ჩვენ 2 ნოემბრამდე, მე ამას ხაზს უსვამ, 2 ნოემბრამდე პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელშიც მოთხოვნილია ის მოდელი, რასაც ქვია პარიტეტი და სხვათა შორის ის მოდელი, რომელმაც უკრაინა გამოიყვანა უმწვავესი ჩიხიდან. პარიტეტი ჭირდება არა გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელსაც გამარჯვება გარანტირებული აქვს ხალხის მხარდაჭერის გამო და არა იმის გამო, თუ რამდენი კომისიის წევრი იქნება რომელიმე ადმინისტრაციაში, არამედ ეს ჭირდება ქვეყანას, რომ არჩევნებს კონდეს ნდობა და ყველა დამარცხებულიც და გამარჯვებულიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში იყოს თავისუფლების დარწმუნებული. თუ შეიძლება განმარტავ, რა შემოგთავაზა ხელისუფლებამ. ხელისუფლება გვეუბნება ჩვენ ეროვნულ საბჭოში გაერთიანებულ პარტიებს, რომ CSKO-ში გვეყოლება 1 წევრი და მორჩა. საოლქო კომისიებში არ იქნება არც ერთი წევრი, საუბნო კომისიებში აგერ არის პირველი წაკითხვით მიღებული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა სწორედ გუშინ მიიღო, სადაც წერია საუბნო კომისიებში 3 წევრი ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას, ლეიბორისტულ პარტიას, ახალმემარჯვენეებს და მრეწველებს. აქედან მე მგონი მაყურებლისთვის გასაგებია, თუ რითია გამოწვეული ახალმემარჯვენეების კმაყოფილება, დიახ, მათ 3 წევრს თავაზობენ უბნების დონეზე, ხოლო დანარჩენ ოპოზიციას, რომელსაც ისინი მიიწვევენ არაკონსტრუქციულ თუ არ ვიცი კიდევ როგორ ოპოზიციას, ჩვენ არ გვესაუბრებიან. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ულტიმატუმი. ჩვენ ისევე როგორც ხელისუფლებას ვთავაზობდით საგაზაფხულო არჩევნების ჩატარებას, როგორც პრობლემების მოგვარების უკეთეს საშუალებას, დღესაც ვეუბნებით, არჩევნები უნდა ჩატარდეს ნდობის პირობებში და ეს მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ კი კომისიები დაკომპლექტდება პარიტეტულ საწესად. ბატონ მიხეილს მივცეთ საშუალება, რომ გიპასუხოთ თქვენს. ბატონ მიხეილ, თქვენთვის რა არის მიუღებელი ოპოზიციის მოთხოვნებში? მე სხვანაირად დავიწყებთ ის საკითხს. მე მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ის ზიანი, რომელიც სახელმწიფოს და საქართველოს შეეძლო მიიღო, მიღებულია. ამიტომ იყო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვადამდელა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და რეფერენდუმთან დაკავშირებით. გაზაფხულზე აპრილში, როდესაც უნდა შემდგარიყო ბუქარესტში ძალიან მნიშვნელოვანი ნატოს სამიტი, როგორც ჩანს, იმ ადამიანებმა, ვინც გეგმავდა ამას, ნაწილობრივ მიაღწია, რომ შეიქმნა პრობლემები საქართველოსთვის, ეხლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ჩიხიდან გამოსვლას. საქართველოს ხელისუფლება და მე მოვიშველიებ აქ ძალიან ბევრი თქვენი კოლეგი ჟურნალისტის ინფორმაციას. ერთ-ერთი
საშუალება იყო თავიდანვე რომ ოპოზიციასთან დიალოგი დაწყებული. ოპოზიციასთან დიალოგი დაწყებული იყო და ამისი დასტური არის ძალიან ბევრი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან 2 ნოემბრამდე იმართებოდა კონსულტაციები და მე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ იმ მიტინგის პირდაპირ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, რომ 3 მოთხოვნაზე უკვე დაგვეთანხმენ, მე-4-ზეც დაგვეთანხმებიან. ანუ ეს არ იყო ჩვეულებრივად, რომ იქ იმ ხისიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მათი მოთხოვნა იყო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობა. დღევანდელი კანონმდებლობით, ეს არის იცით, ნახევარი სიმართლე არის ხოლმე პრობლემა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მანამ ჩვენ ამას შევცვლით. საუბნო კომისიებში არის დღესაც 2 წარმომადგენელი ლეიბორისტების, ვინ არის ლეიბორისტები, არ არიან ოპოზიცია, მათთან არ იყვნენ საბჭოში. მერე გამოიყვნენ ეს მათი პრობლემებია, ჩემი არ არის. მრეწველები ახლები, არის თუ არა ეს ოპოზიციური გაერთიანება და 2 ნაციონალური მოძრაობა. გარდა ამისა, 3 იყო ზემდგომი კომისიის დანიშნული. ჩვენ ახალი მოდელით ვთავაზობთ, რომ 13 კომისიის წევრში 6 იყოს ოპოზიცია. ბატონი დავითი აქაც თვითონ არ ესწრებოდა მოლაპარაკებას, მაგრამ მის წარმომადგენელს ჩვენ განუმარტეთ, რომ ეს საუბარია სწორედ იმ მოდელზე, რომ ეს 6 ადგილი თუ იქნება თანხმობა ლეიბორისტების, იმიტომ რომ მათ უნდა დათმონ, მაგრამ შეიძლება ამაზე ისაუბრა ბატონმა კუბლაშვილმა, როდესაც მას გამოქონდა კანონი, რომ ჩვენ მზათა ვართ, თუ ასეთი მგზაობა არის ოპოზიციიდან, ეს 6 ადგილი განაწილდეს იმ სუბიექტებზე, ვინც სახელმწიფოდან ღებულობს ფულს, საბიუჯეტო დაფინანსებას. უკაცრავად. როცა ბატონი დავითი საუბრობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, აქ საუბარია, რომ ოპოზიციას უნდა კონდეს 6. როცა მათ უნდათ არიან ბევრნი და როცა მათ უნდათ არიან ერთნი. ესე კონსერვატიულ პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას, ბატონ კოკო გამსახურდიას პარტიას, ლეიბორისტურ პარტიას, მემარჯვენეებს, მრეწველებს 6 წარმომადგენელი 13-დან. ეს არის თუ არა ოპოზიციური სპექტრი ЧСК-ში. რაც შეეხება პარიტეტს, მე მინდა ძალიან მარტივად გაიგოს ახლა ჩვენმა მაყურებელმა. პარიტეტი იცით რისთვის არის საჭირო? რომ შეიქმნას ჩიხური სიტუაციები, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და იმიტომ არ მომწონს მე მოდელი პარტიული დაკომპლექტების, არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ის ადგება და გავა. შეგიქმნის ჩიხს, რომ შენ ვერ დაამტკიცო შედეგები და შემდეგ მეორე დღეს მიიღო 3200 ამდენი საარჩევნო უბანია დავა. შეიქმნას ქვეყანაში კრიზისი. კრიზისს კი არ უნდა ქონდეს კანონმდებლობა კრიზისიდან უნდა გამოდიოდეს. მათი მეორე მოთხოვნა და პრეტენზია იყო მაჟორიტარული სისტემა, როცა გამარჯვებულ პარტიას მიაქვს ყველაფერი. ლოგიკა აქაც არ არის. იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ არიან ძლიერები, მოიგებენ არჩევნებს, რაღაც პროცენტებზე საუბრობდნენ, თუ მოიგებენ არჩევნებს. ამაზე უკეთესი რა არის, რომ გაიმარჯვებ არჩევნებს თბილისში და 5-ვე ადგილი შენია. ამ